ადამიანების უმრავლესობას ჰყავს დედმამიშვილი. ფაქტობრივად, ამერიკაში ბავშვს უფრო სავარაუდოა ჰყავდეს და ან ძმა, ვიდრე მამა. მაშინ, როდესაც ბევრი ფსიქოლოგი და სოციოლოგი იკვლევს სკოლისა და მშობლების გავლენას ბავშვზე, პატარა ყურადღება ეთმობა იმ ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა უფრო გადამწყვეტი იყოს. მას ასე რა ვიცით დედმამიშვილებზე დაბადების რიგზე და რატომ არის რომ ერთსა და იმავე ოჯახში გაზრდილ სხვადასხვა ბავშვს ძალიან განსხვავებული პიროვნება ახასიათებს? მოდით დავიწყოთ ორი ცნობილი ბიჭუნას ტრაგიკული ისტორიის გაანალიზებით. ერთ დროს არსებობდა კაინი, ბიჭი, რომელიც იღებს სიყვარულსა და ყურადღებას ორივე მშობლის მხრიდან. როცა იზრდებოდა, მან მხოლოდ ერთი სამყაროს შესახებ იცოდა, რომლის ცენტრსაც თავად წარმოადგენდა. მის გარშემო ყველას მთავარი საზრუნავი კაინი იყო. ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა დედამ აბელი დაბადა. კაინს უნდა გაეგო, რომ მისი მშობლების ყურადღება ახლა უნდა განაწილებულიყო მასსა და მის ძმას შორის. ეს ის რევოლუცია იყო, რომლის მიღებაც მას არ შეეძლო. ის გახდა შურიანი და ზოგჯერ ძალადობდა კიდეც მის პატარა ძმაზე. კაინისთვის, ვინც პირველი დაიბადა, ბუნებრივია როლურ მოდელს მამამისი წარმოადგენდა. მამამისიც ბიჭს კონკრეტული მოლოდინების მიხედვით ზრდიდა. კაინს უჭირდა იმისი ყურება, ახლა რაოდენ დიდ მზრუნველობას იჩენდა მამამისი პატარა ძმის მიმართ. აბელი ბუნებრივად თავის უფროს ძმას შესცქეროდა ხელმძღვანელობისთვის. არც მისთვის იყო ყველაფერი მარტივი, თუმცა კაინისგან განსხვავებით აბელმა არ იცოდა სხვა რამ. ბიჭები რომ გაიზარდნენ. კაინს ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოუყალიბდა და ტრადიციების მიხედვით ოჯახის ფერმას ჩაუდგა სათავეში. აბელმა, რომელსაც ვალდებულებები არ გააჩნდა, გადაწყვიტა მწყემსი გამხდარიყო. კაინს შურდა მისი ძმის დამოუკიდებლობის, რადგანაც ფერმერის ცხოვრება ნელ-ნელა რთულდებოდა. იმ დღეს, როდესაც ძმებს მამისთვის საჩუქარი უნდა მიერთმიათ, კაინმა მხოლოდ რამდენიმე შეკვრა მშრალი ბალახი მოიტანა. აბელმა კი მთლიანი ცხვარი მოიყვანა. მამამ აბელს მადლობა რომ გადაუხადა მისი გულუხობის გამო, კაინმა ღრმა სირცხვილი იგრძნო. ღამით მისი სირცხვილი სიძულვილმა ჩაანაცვლა ამაზრზენი პროპორციების გამო და შემდეგ დღეს კაინმა აბელი მოკლა. პირველად დედმამიშვილობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები ავსტრიელმა ფსიქიატრმა ალფრედ ადლერმა მოგვაწოდა მის თეორიაში ინდივიდუალური ფსიქოლოგიის შესახებ. ადლერს სჯეროდა, რომ ადამიანის ქცევის ძირითად მოტივს წარმოადგენს ჩვენი ძალაუფლების წყურვილი, რაშიც არასრულფასოვნების განცდა საკუთარ როლს ასრულებს. დედმამიშვილობის დინამიკა ოჯახის ცხოვრებაში თავის როლს ასრულებს და ჩვენი ზრდის პერიოდში ჩვენს პიროვნებას აყალიბებს. ადლერი ამტკიცებდა, რომ ერთსა და იმავე ოჯახში გაზრდილი ბავშვები სხვადასხვა გამოცდილებებს იღებენ. კონკრეტულად ოჯახის რესურსების გამო დედმამიშვილებს შორის მეტოქეობა გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. შეჯიბრების შესამცირებლად დედმამიშვილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. განსხვავებულ ღირებულებებს და ინტერესებს ირჩევენ. თუ დედმამიშვილების თავის ნიშეს ვერ პოულობენ, მათი ურთიერთობა ტანჯვას გადის. ძმები კელოგები ერთმანეთს ვერ იტანდნენ და დაობდნენ იმაზე, თუ ვინ გამოიგონა სიმინდის ფანტელები. დასლერები ბიზნესში ეჯიბრებოდნენ და ერთმა ადიდასი წამოიწყო. მეორემ კი პუმა. თუმცა ბევრ დედმამიშვილს ერთმანეთი ყველაფერზე მეტად უყვარს. მას რა ვიცით ზოგადად დედმამიშვილობაზე? აქ მოცემულია 6 რა, რასაც მეცნიერები ეყრდნობიან როგორც ჭეშმარიტებას. პირველი შვილები ან დედის ერთები თავის დედას ან მამას აღმერთებენ, როგორც მათ როლურ მოდელებს. შუალედი მათ მენტალურ და ფიზიკურ განვითარებას შორის შესაძლოა იყოს მიზეზი, რის გამოც მათ ახასიათებთ საშუალო ან უფრო მაღალი ინტელექტი. მშობლები პირველ შვილს მეტ ყურადღებას უთმობდნენ და ხშირად მათგან ზედმეტად დიდი მოლოდინებიც ჰქონდათ. ბავშვები თუ ამ მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებენ, შესაძლოა თავი ჩამოქვეითებულად იგრძნონ, თუმცა მთლიანობაში ბავშვებისთვის პირველი დაბადება მომგებიანია. უმცროსი დედმამიშვილებისთვის როლურ მოდელს მათი უფროსი და ან ძმა წარმოადგენს. მათ უფრო პატარა შუალედის დაძლევა უწევთ. შეიძლება თავი ისეც იგრძნონ, რომ ნაკლები რამ აქვთ დასამტკიცებელი. თუმცა მშობლებთან ნაკლები დროის გატარების გამო ხშირად სოციალური შფოთვა ახასიათებთ. საშუალოდ ურთიერთობა ძმებს შორის უფრო კონფლიქტურია, დებს შორის კი უფრო ინტიმური.
დედმამიშვილები ერთმანეთთან უფრო დიდ დროს ატარებენ, ვიდრე თავიანთ მშობლებთან. უმცროსი დედმამიშვილები ორჯერ მეტსაც კი. ბავშვები და-ძმებით ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან და ნაკლებად ჭარბწონიანები. ხშირად უფრო ბედნიერებიც არიან. ზოგი კვლევა ვარაუდობს, რომ მათ უკეთესი სოციალური უნარები აქვთ, ვიდრე მარტოხელებს, თუმცა ეს დამტკიცებული არაა. დედმამიშვილების მიჯაჭვულობა კეთილდღეობის ძლიერი განმსაზღვრელია. ზოგჯერ მეტად მნიშვნელოვანიც, ვიდრე მშობლებთან მიჯაჭვულობა. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი მეორეს ჩაგრავს, ამან შესაძლოა მის მთელს ცხოვრებაზე იმოქმედოს. ერთმა შვედურმა სწავლებამ 80 წელს გადაცილებულების შესახებ აღმოაჩნია, რომ მათ ცხოვრებით კმაყოფილებაზე გავლენა ნამდვილად იქონია მეგობრებთან სიახლოვემ და კიდევ უფრო დიდი გავლენა დედმამიშვილებთან სიახლოვეს აქვს. მათთვის, ვინც იტანჯება განსხვავებული დედმამიშვილის ყოფნით, ადლერს ეს რჩევა ჰქონდა, მარტივი წესი მათთან გამოსაყენებლად. ვისთან შეგუებაც რთულია, პიროვნება ცდილობს დაემსგავსოს მის კუმირს და ამ მხრიდან უნდა მიუდგეთ. ვიდეოს ტექსტი თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და განხმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველებლის მიერ.